პროცესს საერთოდ ესე უყურებ რა, რომ დღეს ახლა ხო არის აქეთ ლაპარაკი, რომ სტალინი გააცოცხლონ ახლა და ამათ უტირებდა დედის დას და მოვა ისე ვის დრო და სტალინი და გასაგებია ახლა კონკრეტულად სტალინზე არ მაქვს ლაპარაკი. აქეთ მხარეს არის ტროცკი, ხო? ტროცკის ესე თუ ლიბერალური ფაშიზმი, ხო? ისევ ესენი ებრძვიან ასე თუ ისე ერთმანეთს რა. აბსოლუტურად სხვა ამბავი ხდება. არის კიდე ილია ჭავჭავაძის გზა, რომელიც შუაში უნდა გაიარო რა. რომელიც საქართველოს გზა არის რა. აი ეს არის რა, თვითონ სტალინიც მაგას იძახდა რა, ეგერ გურამ საღარაძე გვიყვებოდა, გიორგი საღარაძე მაგის мама, ეგერ ვასაძე და ხორავა იყვნენ ჩასულები სტალინთან, ხშირად ჩადიოდნენ ხოლმე რა და მამაჩემმა მომიყვა ეგეთი ამბავიო, რომ ისადილეს რაღაც იქ ხვანჭკარა დალიეს თუ უსახელაური დალიეს თუ რაღაცა, მერე ბუხართან გააუგზელებიათ რა და სტალინი გვეკითხებაო, რომ ესე თქვენი აზრით თუ ესეთი ყველაზე მაგარი ქართველიო ვინ არისო რა და ამათ უთქვიათ, ნუ იასნია თქვენ იოსებ ბესარიონოვი და თქვენზე მაგარი ქართველი ვინ არის. იმას გამოუხედია და ილიაო აი ესე უკითხია რა. ამათთვის და ესენი გაშრენ თურმე რა. რა სტალინიზაცია და რა ტროცკიზმის და რა კომუნისტური ამბავი და რა ისა რა. არის ერთი გზა რა, დაწერილი აქვს იმ კაც ყველაფერი სოფლის მეურნეობაში, ბანკში, ყველა მიწის რეფორმაში, ყველაფერში, ყველაფერი დაწერილი აქვს. რა უნდა მოხდეს საქართველოში და როგორ უნდა მოხდეს რა და როგორ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი რა. არ არის აქ საჭირო არც სტალინიზმი და არც ისა რა ქვია. გადავაბიჯოთ ამ ფურცელს, როგორც იქნება მე-20 საუკუნის ფურცელს რა. ვერ ვაბიჯებთ რა. აქედან მარტო ენა და მამული ახსოვს. ენა მამული ახსოვს. სარწმუნოებაც ამოიღეს, ხო? სარწმუნოებაც ამოიღო, ერთობათი ჩან თითქოს ეს ერთობა სარწმუნოებას არ ითვალისწინებდეს რა. ხო და მარტო ის ახსოვს ხოლმე ვისგანაც რა ჭირდება. არა, ილიასგან ერთადერთ რამეს ვერ იტანენ, ხო თავისას იწეპებენ რომ ვითომ ლიბერალი იყო და რა, მაგრამ აი სარწმუნოებაზე რომ მიდის ლაპარაკი და იქ მერცე და ქრისტეზე და რაღაცაზე, აი ამაზე. არა, ერთობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, თორე სარწმუნოების წინააღმდეგ კი არ ვარ მე. ხო, არა, ილესას დაეტაკენ, ხო? გადაუკეთეს, ხო? გადაუკეთეს. თვითონ უკეთიციან და მაგიტო ცოტა მაინც მოზველდა ეთყობა ილიას და ხანდახან უკეთიციან თვითონ.